სალამი ხალხო, როგორ გიკითხოთ, როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ იმყოფებით, სად იმყოფებით, როგორ გაატარეთ ეს კვირა. მეც როგორ გავატარე ეს კვირა, მე დავიწყე მუშაობა. ამიტომ შედარებით ნაკლებ ფილმს უყურე ამ კვირაში, ვიდრე წინა კვირაში მაგალითად. როგორც წესი ვთვლობ, რომ ყოველ დღე კინოს ვუყურო მინიმუმ და პრინციპში მე მოვახერხე კიდეც, მაგრამ როცა არ მუშაობ და რამე ეგეთი საქმე როცა არ მაქვს დღეში, ნუ მინიმუმ 2-3 კინოს მაინც ვუყურებ ხოლმე რა. მინიმუმ რა, ანუ ვატრაგებ, ახლა მინიმუმ 2-3-ს არა. 3-მდე ფილმს მაინც ვნახულობ ხოლმე. ყოველ დღე როცა ეგე საქმე არ მაქვს სამსახურის პონჩი და ეხლა მუშაობა დავიწყე ამ კვირაში, ამიტომ რაღაცა მანდ-ამაინც ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ რამდენიმე კინოამბავი მოგიმზადეთ, რაც მოხდა ამ დღეებში. პირველ რიგში არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი, ეგ ძალიან მჭირდება, მე გამოწერა. მერე რა თქმა უნდა ლაიკები, მერე რა თქმა უნდა კომენტარები, გაგვიზიარეთ კი არა და გამიზიარეთ და შესაბამის აუდიტორიასაც გაუზიარეთ, რას ფიქრობთ, რა კინოზე, ზოგადად ან კონკრეტულად ამ ამბებზე და რაც თავარია, გაუზიარეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ ჩემი არხი. თქვენს კინომან მეგობრებს, რომ უფრო მეტნი ვიყორთ, რომ უფრო ჩვენი აუდიტორია გაიზარდოს და უფრო მეტი საინტერესო რაღაცები გავაკეთოთ და რაც თავარია უნდა გამოჩნდეს სპონსორი, იმიტომ რომ უსპონსოროდ უკვე კი არა და დიდი ხანია არხი მაქვს, მაგრამ ნუ სერიოზულად ეხა დავიწყე მოღვაწეობა და ასე სტაბილურად დაამბები რა, რაღაც კვირაში ერთხელ მაინც ხო ვცდილობ დავდო რა. ბოლო 2 ვიდეო, მაგრამ ნუ კაროჩი სპონსორი მჭირდება, ამიტომ ამისთვის მჭირდება რომ ბევრმა იცოდეს სამარხზე და მოდი აღარ გავწელავ ერთ ორგანოს და დავიწყოთ კინოამბების გარჩევა. პირველ რიგში სანამ კინო ამბებამდე და ახალ ამბებამდე მივალთ, გეტყვით რას ვუყურე ამ კვირაში. მე ამ კვირაში ვუყურე ერთ სერიალს, რაზეც წინა ვიდეოში ვისაუბრე, ეს არის უცხო მიწა, რომლის პირველი 2 სერია დაიდო და მე ვნახე ეგ 2 სერია და ამ სერიალს მოკლედ ასე შევაფასებდი რა. თუ თქვენ არ იცით უცხოს ფრანჩიზის შესახებ, საერთოდ ამ სამყაროს შესახებ არაფერი არ იცით, თქვენ იტყვით რომ ეგ სერიალი არის ძალიან მოსაწყენი. პირველი 2 სერიის შეფასებით რა თქმა უნდა. მაგრამ თუ თქვენ იცით უცხოს ფრანჩიზა, რაღაც ფილმები გაქვთ ნახი და პრინციპში იცით რა სამყაროა, რას უნდა ელოდეთ ამ ახალი ნაწილისგან, თქვენ ასევე იტყვით რომ ეს ფილმი კი არა და ეს სერიალი არის მოსაწყენი. პირველი 2 სერიის შეფასებით. ნუ სერიალის შეფასება ცოტა ისეთია, მაგიტო არასდროს სერიოზულად ანალიზს არ ვაკეთებ სერიალის, იმიტომ რომ დასრულებული პროდუქტი თუ არა, რანაირად უნდა შევაფასო. ახლა მე-3-4 სერია შეიძლება იყოს აბსოლუტური შედევრი და რაღაც პირველი 2 სერია რომ მოსაწყენია და ანუ რაღაც ისეთი დუნედ მიდის და არასაინტერესო სეტინგია და ნუ მოკლედ ეს ყველაფერი რო არის, გადაფაროს ეს ყველაფერი რა. იმიტომ რომ ნუ რთულია ეგრე შეაფასო ნაწილ-ნაწილ რა. მაგრამ პირველ 2 სერიაზე შემიძლია ვთქვა, რომ არის შედარებით ახალი სეტინგი, შემოყვანილი რაღაც 3 ახალი რასა. ეს რასები ადრეც იყო ზოგი რა, მაგრამ ასე ერთიანად მოცემული არ იყო რა. მოკლედ ამ სერიალში ესე იგი დასაწყისშივე, ეს არ არის სპოილერი, ტიტრებში დასაწყისშივე როგორც Star Wars-ის სტილში ესე იგი დაწერილია, რომ არისო 3 რასაო, რომელიც არისო უკვდავიო რა. პირველი ეს არის კიბორგები, ეს ანუ კიბერნეტიკულად შექმნილი არსება, მეორე ეს არის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი არსება, იგივე synth, როგორ თქვა, რაღაცა მოკლედ რა. და არის ესე იგი სინთეტიკურად შექმნილი არსება, რომელშიც არის ადამიანის ცნობიერი ჩაბეჭდილი, რომელსაც ეწოდება დამოვიწყდა ჰიბრიდი. და მთავარი გმირი, ერთ-ერთი მთავარი გმირი არის ზუსტად ეგ ჰიბრიდი, რაღაც პატარა ბავშვი, რომელიც სასიკვდილო დაავადება, ანუ განწირული იყო სიკვდილისთვის, მისი გონება ჩასვეს დასრული გოგოს სხეულში რა. და всё, და ეგ იყო რა. ეგა მთავარი გმირი ასე შეიქმნა ეს ტიპი რა და რაც თავარია სეტინგი არის ის რომ დედამიწაზე ხდება ეს ყველაფერი და ქსენომორფით ხომალდი ჩამოვარდება დედამიწაზე. აქ მიულენ როგორც ყველგან ხდება პრინციპში ეს ჯგუფი მივა ამ ხომალდის შესამოწმებლად გაიჩნდება ქსენომორფი დავრიდავს ყველას და всё. ანუ ფაფუ ეგ 2 სერია ეგაა და არის კიდევ დამატებით პარალელური სიუჟეტი ამ გოგოსი და ერთ-ერთი კომპანიის, მოკლედ მეც აღარ მოგიყვებით. ნახავთ პრინციპში სიუჟეტის მოყოლა არ მინდა. ეს ახლა რაც მოგიყევით არ იყო სპოილერი, ძალიან შევყევი. საკუთარი თავი დავატორმოზე, იმიტომ რომ ძალიან შევყევი რა სიუჟეტის მოყოლას. და არ მინდა ამდენი მოგიყვეთ, მაგრამ რო იცოდეთ, პირველი 2 სერია არის ძალიან
შესავლის ამბავში ძალიან ბევრი რაღაცა დუნეა რა, მოსაწყენი როგორ შევაფასო დაჟე ნორმალურად არც ვიცი, არაფერი ისეთ საინტერესო რეალურად არ მომხდარა გარდა იმისა, რომ ნუ კაი, ეს ახალი ჰიბრიდი დაემატა რასის პონჩი, ცოტა სუპერძალებია, რაღაც ძლიერი ტიპია რა. და всё და რაღაც ახალი მონსტრივით დაემატა რაღაც ლიჩის ტიპის მონსტრი რაღაც მატლივით როჟა რა და всё მეტი არაფერი ანუ რეალურად საინტერესო ახალი კონფლიქტი აქ არ არის და უცხო სულ ეგრე იყო რა უცხო საინტერესო სულ იყო რაღაც ახალი მოცემულობა რომელიც აი რაღაც ახალ ელფერს აძლევდა და მაგალითად ეს როგორც იყო ვაინონა რაიდერი რო თამაშობს აი მაგნაწილში ან თუნდაც სადაც ესე იგი რიპლი რო კაცების ციხეში მიდის მე მგონი ეს ერთ რეგიონ ნაწილებია თუ არ მეშლებ თუ არა მოკლედ ერთი არის ფინჩერის მეორე არის ლუკ ბესონის რა და რაღაც ახალი მოცემულობა იყო რომელიც გარდა იმისა რომ ახალ სიუჟეტურ დატვირთულობას აძლევდა რა საინტერესოს ამავდროულად ახალ ესთეტიკას ძენდა და აქ ესთეტიკა ძალიან უბრალო და არაფრით გამორჩეული და მით უმეტეს გავრცელდა ფოტოები სადაც Ice Age-ის ერთ-ერთ ნაწილს უყურებს ბავშვი და მე არის სცენა სადაც ეს მთავარი გოგო პერსონაჟი დგას და გვერდით დარჩენილი აქვს ანუ დიზაინერს ან მონტაჟორს ან ვინც აკეთებდა ამ ყველაფერს დარჩა ამ Ice Age-ის პერსონაჟის CD-ის ფოტო რა ცოტა გამჭვირვალეთ მოკლედ ანუ ეგეთი უბრალო ბრაკი ანუ სერიოზული არაფერი რა მაგრამ საბოლოო ჯამში სერიალს შანს მივცემდი რა 5-დან რო შევაფასო 5 ქულიდან ამ ორ სერიას მე მივცემდი 2.5-ს მაგრამ ცალკე ამ ორ სერიას მაგრამ იმის გასვალისწინებით რომ უცხო თავისთავად საინტერესო რამეა შეიძლება განვითარდეს უფრო მე ველოდი რატომღაც ახალი ესთეტიკას და ახალი ესთეტიკა დიდად არ მიმიღია რა კი არის ახალი მონსტრი არის ახალი პერსონაჟი მაგრამ ახალი ესთეტიკა არ არის რაც ძალიან გამიწყდა რა იმიტომ რომ აი პრომეთეს და კოვენენტს თავისი ესთეტიკა ქონდა ელიან რომულუს ცოტა უფრო ფინჩერის და ბესონის ესთეტიკასთან მიახლოებული მაგრამ მაინც თავისი იყო ელიანს პირველს რიდლი სკოტის მაგასაც კაი საკუთარი ესთეტიკა ქონდა მიახლოებული Things and the Thing ფილმი რო არის კარპენტერის თუ არ მეშლება მაგასთან მიახლოებული ესთეტიკა ელიანს კემერონის ელიანს საერთოდ სხვა ესთეტიკა ქონდა და რაღაც ასწორებდა რა სხვადასხვა პერსპექტივები იყო რა სხვადასხვა რეჟისორების და ახლა არ მეგონა რომ ეს შოურანერი რომელიც ფარგო გადაიღო არ მეგონა რომ ეგრე სტერილურად მიუდგებოდა საკითხს რა ეგ გამიწყდა ხო მორჩეთ ამ თემაზე საუბარს ძალიან გამიგრძელდა შემდეგ ესე იგი მოგიყვებით კიდევ 2 ფილმზე უბრალოდ კიდევ 3 ფილმზე რომელსაც ამ კვირაში ვუყურებ პირველი არის ახალი ფილმი, უბრალოდ ახალი არ იყო ძველი ფილმი, უბრალოდ ჩვენთან არ გამოსულა და ეხლა დიგიტალ ვერსიაში, ანუ ინტერნეტში ასე დაიდო და ვუყურე, რა თქმა უნდა, პირატულად. აბა გამოწერაში რამდენი ფული რატომ უნდა გადავიხადო მე არ ვიცი. მაპატიეთ ასე ღია დრო ვლაპარაკოთ, მაგრამ არ მგონია ვინმე მალავდეს ამას. ამერიკაში ხო არ ცხოვრობთ ან რამე ეგეთ განვითარებულ ქვეყანაში, არის რა თქმა უნდა. ჩვენ ცხოვრობ საქართველოში. ეს არის ასე იგი არი ასტერის ედინგტონი ჰოაკინ ფენიქსი, ემა სტოუნი, პედრო პასკალი და თავიდან გეგონება რომ რაღაც კაი ფილმს უყურებ, მაგრამ რა უყურებ, გონია რომ არი ასტერი უბრალოდ 2020 წლის მერე ცნობიერი გაჩერდა და ის 4 წელი უბრალოდ არ უცხოვრია მას და ტიპმა გადაიღო ფილმი იმაზე რომ როგორ ეწინააღმდეგება ადგილობრივი შერიფი, სახელმწიფო პირს, ადგილობრივი შერიფი ეწინააღმდეგება იმაში რომ უნდა გაიკეთონ თუ არა პირბადეები და ეს წესები მიიღონ თუ არა თავის პატარა დასახლებაში, ანუ ეგაა მთავარი კონფლიქტი ვესტერნ რაღაც ნეო-ვესტერნ ფილმში ედინგტონში. და რო არ მოგატყუოთ, ცუდია ზოგადად ჩემი პროფესიის ადამიანი ამას რო აკეთებს, მაგრამ ამ ფილმისთვის მე ბოლომდე არ მეყურებია. პირველ საათამდე გავწვდი, რაღაცნაირად გავძელი და მე უკვე მივხვდი რომ ვერ ვძლებ და თუ მე ამ ფილმს ბოლომდე უყურებ, უბრალოდ ეხა ვერ გავძელი რა და მე ჩავუждები და ბოლომდე უყურებ, კვირდებით და უფრო სერიოზულ მეტნაკლებად სერიოზულ რა თქმა უნდა. რა სამდე შეუძლებ. ცოტა ისეთ ანალიზს დავდებ, ვრცელს, მაგრამ ახლა რო ვუყურე, რასაც ვუყურე, ეს იყო, ნუ მისამშაბათებული, რაღაც დრაფტი გადაღებული, სცენარის დრაფტი, უბრალოდ გადაღებული, დაუსრულებელი და რაც თავარია იმდენად ვადაგასული, რომ აშკარად გამიძნულად ვადაგასული და ამის მუღამი ვერ მივხვდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ალბათ იმიტომ რომ ბოლომდე ალბათ კი არა და იმიტომ რომ ბოლომდე არ ვუყურე და რაღაც ალბათ შეიცვლება იქ წინ იყო რაღაც საათ და 20 ფილმის და უეჭო რაღაც შეიცვლებოდა და აქ უკვე ჩემთანაა პრეტენზიები ბოლომდე რომ არ ვუყურე და ვერ მოვასწარი ყურება და თავის გამართლებას ვიწყებ ახლა, მაგრამ ნიჩიო. კაი. გავატაროთ ეგ თემა. არი ასტერის ედინგტონი
ბოლომდე არ მინახავს. всё. შემდეგი რაც უყურე, ეს იყო Francis Ford Coppola-ს ფილმი Rainmaker-ი, კიდევ ერთხელ მინდოდა ამ კაი ფილმისთვის მეყურებინა, ეს არის ესე იგი Matt Damon-ი, Jon Voight-ი და Danny DeVito თამაშობენ ამ ფილმში. ეს ფილმი არის John Grisham-ის ცნობილი ამერიკელი, მე მგონი ადვოკატი იყო, მაგრამ წერლად არის ცნობილი, მის წიგნის ადაპტაცია არის, ესე იგი Matt Damon-ი თამაშობს ახალგაზრდა ადვოკატს, რომელსაც უნდა თავისი საქმით რაღაც ბევრი ფული გააკეთოს და იწყებს მუშაობას кейსებზე, რომლებშიც ესე გძიმედ დაშავებული ადამიანებთან მიდის და სთავაზობს თავის მომსახურებას. და ორი кейსი აქვს რა. პირველი არის ესე იგი ლეიკემია ჭირს ბიჭს და მისმა სადაზღვევო კომპანიამ არ დაუფინანსა ოპერაცია შესაბამისი და ეს ბიჭი მერე გარდაიცვლება და უწევთ ესე იგი ამ кейსთვის უჩივლიან რაღა იყო და საჩივარ შეიტანენ ამათ წინააღმდეგ ამ სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ და მიდის ესე იგი დავა. ეს ერთი ნაწილია და მეორე ნაწილი ისაა რომ ქალს რომელსაც ძიმედ ცემს მისი ქმარი, ამას ეხმარება ესე იგი Matt Damon-ი რომ ამ ქმარს დაშორდეს რა. ეს ორი ნაწილია. პირველი 1 საათი ფილმი, 2 საათიანი ფილმია. პირველი ნახევარი არის ძალიან ისეთი ნელი, არსად არ ჩქარობს, არ არის ასე ღია დრამატული ნაწილები და სასპენსი პირველ ნახევარში არ არის, მაგრამ აი მეორე ნახევარი იმდენად საინტერესოა, იმდენად ჩამთრევია და რაც თავარი იმდენად გაშინაარსებულია, იმდენად რეფლექსიური ფილმია, რომ აი ძალიან კარგია რა და ფინალიც ასევე ნამდვილად არ არის ის ფინალი, რომელიც დაგაკმაყოფილებს და შეიძლება даже დაგტოვოს შეიძლება კიდევ უეჭველი დაგტოვებს აბსოლუტურ გაუგებრობაში, რომ იფიქრებ ეს რატო ვუყურე, ამას ეს რას ვუყურეო, მაგრამ ძალიან ბევრ ნააზრევს გაძლევს ეს ფილმი ამ სფეროზე და თავარია ფილმი საბოლოოდ მაინც არის კარიერულობაზე, როგორც ასეთზე რა. ფილმში ძალიან ბევრი ტერმინოლოგია უშუალოდ იურისდიქციული თუ რაღაც იურისპრუდენციული ან რაღაც ამ თემაში რა. მაგრამ საბოლოო ჯამში ფილმი უბრალოდ არის კარიერაზე, როგორც ასეთზე, კარიერისკეთ, ფულის კეთებაზე და საზოგადოებაში თავის დამკვიდრების ერთ-ერთ ხერხზე რა და მოკლედ ძალიან კარგი ფილმია. Francis Ford Coppola-ს Rainmaker-ი 1997 წელს გამოსული თუ არ მეშლება. კი, არ მეშლება. 1997 წელი. გირჩევთ უყუროთ. შემდეგი ფილმი, რომელსაც ვუყურე, ეს არის რეჟისორის სახელი დამოვიწყა, ფრანგული ფილმია, თამაშობს Lea Seydoux. ფილმს ქვია The Beast, გამოვიდა 2 წლის წინ. ეს არის ესე იგი Henry James-ის ერთ-ერთი ნოველის უпросто პატარა მოთხრობის ეკრანიზაცია და არის ესე იგი მომავალი, სადღაც 2040-იანი წლები, სადაც ეს Lea Seydoux გადის ოპერაციას, რომელშიც ესე იგი დნმ-ში უნდა ამოიღოს ემოციები, ემოციურობა, როგორც ასეთი უნდა რომ დაკარგოს, რათა უფრო კარგი სამსახური იპოვოს რა, იმიტომ რომ ემოციურობა ხელს უშლის პროდუქტიულობაში რა და ამ პროცედურის დროს მის წინა ცხოვრებებს ცხოვრობს 3 სხვადასხვა ეპოქაში და ამ 3 ეპოქაში აქვს ურთიერთობა, აქვს სხვადასხვა სასიყვარულო ისტორიები რა, ამ 3 ეპოქაში. და ეს 3 სასიყვარულო ეპოქა ერთ ადამიანთან არის დაკავშირებული, რომელიც ასევე დაახლოებით კი არა და ასევე იგივე ოპერაციას გადის, მაგრამ ამ ცხოვრებაში იმას არ იცნობს დიდად რა, თუ არ მერხავ არ იცნობს. და მოკლედ ამ 3 ცხოვრებაში გადის და ნელ-ნელა ამოღამებს, რომ რაღაცა სხვანაირადა სიტუაცია რა. და ფინალი აქვს საინტერესო ძალიან. Rainmaker-ის განსხვავებით აქ ყველაფერი გასაგებია. ასე ფოდნოსზე მოტანილი არ არის, მაგრამ თუ ცოტა დაფიქრებით უყურებ, ყველაფერს მიხვდები. და მოკლედ ძალიან კარგი თემა მართლა არჩეული და ძალიან კარგი ესთეტიკა, ძალიან ნელი ფილმია. ნელი ფილმი ოღონდ მიმდინარეობა ნელი ფილმის ამბავში კი არა, არამედ ევროპული გაგებით ფილმია რა, არც ექშენი არ არის საერთოდ, თითქმის ანუ აი 1-2 სცენა რა, ერთი სცენა უფრო ცოტა ექშენის ამბავში და всё. მაგრამ თუ გიყვართ ფილმები არა ტრადიციული რაღაც ალტერნატიული ფილმები სიყვარულზე, სადაც მანდამაინც ეს რომანტიკა და ეგ თემები არ არის, სადაც დრამა დიდად არ არის, არამედ არის სუფთა რეფლექსია და არის სუფთა ესთეტიკა, ეგ ფილმი შვენიერი არჩევანია. The Beast 2023 წლის თამაშობს Lea Seydoux. მოკლედ, ეგ 3 ფილმი იყო, რაც უყურეთ. გადავიდეთ ამბებზე. რამდენიმე დღის წინ დაიდო პოდკასტი ტარანტინოსთან ერთად და ეს იყო პოდკასტი The Church of Tarantino, სადღაც Spotify-ზე დევს მარტო, სხვაგან Apple-ზეც დევს, კი არა და რა ქვია იმას, რომ Spotify-ზე უსმენ ძირითადად. და იქ იბაზრა ტარანტინომ თუ რატო გადაიფიქრა კინოკრიტიკოსის გადაღება. მე წინა ვიდეოში ხო ვთქვი რომ არ გადაიფიქრა მეთქი აუცდი რა მაგას, მაგრამ
თვითონ თქვა რომ ეგ გამოდისო მოკლედო Once Upon a Time in Hollywood-ის გაგრძელება, იმიტომ რომ მთელი challenge-ი, კინოკრიტიკოსის მთელი challenge-ი იყო ორიო რა. ერთი ის იყო რომ როგორ გადავიღოთ ძველი ლოს-ანჯელესი CGI-ის გარეშეო, ანუ Once Upon a Time in Hollywood-ის თავარი challenge ჩემთვის ეგ იყო, იმიტომ რომ მინდოდა რომ აი ლოს-ანჯელესის 60-იანების ლოს-ანჯელესის ესთეტიკა გადმომეცაო, მაგრამ CGI-ის გარეშეო რა და ვიცოდი სპეციალური ადგილები, ქუჩებსაც შემეძლო ის გამეკეთებინა და მაინტერესებდა რამდენად შეუძლებდიო და ის შეუძლიო რა და ამის ახლა უბრალოდ კლიფ ბუფის და რიგ დალტონის გარეშე იქნება სიუჟეტი, მაგრამ იგივე ადგილი იქნება და ამან მუღამი დამიკარგაო ეს მივხვდი პრე-პროდაქშენის დროსო რა. როცა უკვე ამზადები და მივხვდი რომ აღარ მინდაო, მაგრამ ამ დროს კაც 8 სერიანი სერიალი აქვს დაწერილი ეს მუვი კინოკრიტიკოსზე რა, ანუ მზადა აქვს, მაგრამ არ გაუკეთებია და ამის ჩელენჯი, ანუ ამ სერიალის ჩელენჯი, როცა წერდა. ჩემთვის იყო რომ აი როგორ გავაკეთო ყველაზე მოსაწყენი სიუჟეტი, მოსაწყენი პროფესია, უფრო სწორედ კინოკრიტიკოსი, საინტერესოდო რა. ხო, რავი. ეგეთი ის ქონდა და მეტი დეტალი არ გათქვა. თუ კონკრეტულად რა გააკეთა რომ საინტერესო გახადოს. და საუბარი არის პოლინ კაილზე, რომელზეც წინა ვიდეოში ვისაუბრე და მე ვერ ხვდები, ანუ როგორ შეიძლება ამ კაცმა თავისი მეათე ფილმი და თავის ფილმოგრაფია დაამთავროს ისე, რომ რაღაცა ომაჟურად, ომაჟის სახით, ციტატის სახით, უშუალოდ კინოში, პატივი არ სცეს ადამიანს, რომელმაც განსაზღვრა, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია მის ხედვაზე და მის გემოვნებაზე კინოს ამბავში. იმიტომ რომ თვითონ ამბობს რა, რომ პოლინ კაილმაო, კაროჩეო, ეს იდეა, მისი იდეა რაც არის, რომ ფრანგებმა ახალი ტალღის წარმომადგენლებმა გოდარმა და მელვილმა მაგალითად აიღესო ამერიკული განგსტერული ფილმიო, ფილმის ჟანრიო და დაიწყეს ფილმის გადაღება ამ ჟანრში არსებულ პოეზიაზეო. დატოვეს მხოლოდ აი ამ სტრიქონებს შორის, ამ ჟანრის სტრიქონებს შორის რა პოეზიაც არის მხოლოდ ესო. განსაკუთრებით გოდარზე აქვს საუბარი, რა თქმა უნდა. და ეს ევასებოდა ტარანტინოს და პრინციპში მისი 90-იანების კინო თავიდან ბოლომდე ეგაა რა. ცოფიანი ძაღლები გინდა, Pulp Fiction-ი გინდა, ჯეკი ბრაუნი გინდა, ანუ მაგაზია თავიდან ბოლომდე. მე ვერ ხვდები, ყველაფერზე გადაიღო, ანუ ყველაფერის ომაჟი აქვს თავის ფილმში და ყველაფრის ციტატა აქვს თავის ფილმში და პოლინ კაილის ციტატა როგორ არ უნდა კონდეს და მაგით ვიფიქრე, რომ კინოკრიტიკოს მაინც გადაიღებს მეთქი, მაგრამ სერიალის სცენარი მზადა აქვს და კიდე უამრავი რაღაცა აქვს ტიპს დაწერილი, რაც არ გამოსულა. Star Trek-ის სერიები აქვს დაწერილი, კიდევ ერთი ვესტერნის სიუჟეტი აქვს, ვესტერნის ერთი თლიანი სცენარი აქვს მზად ძმას და რავი სადუდევს ვინმეს მიცეს გადაიღოს ანუ რავი რასაკეთებს, მაგრამ ნუ რაღაცა იმ ფილმზე არის საუბրա ამ ახალ პოდკასტში. წინა ვიდეოში რასაც ვისაუბრეთ, იმაზე თვითონ იმან არ კითხა წამყვანმა. და ამანაც დიდად არ დააპირა ლაპარაკი მოკლედ რა. ეს იყო ტარანტინოზე. მე არ მაზავ, სულ უნდა ვილაპარაკო ტარანტინოზე, სამის საშუალება მექნება. შემდეგი ახალი ამბავი არის ის, რომ გრეტა გერვიგის ნარნიას გადაღებები დაიწყო. ეს არის Netflix-ის პროდაქშენი და კასტი არის ეგეთი. ოღონდ დადასტურებული არც ერთი არა, ესე იგი ემა მაკი, დენიელ კრეიგი, კერი მალიგანი და მერილ სტრიპი და მერილ სტრიპი იქნება მერილ სტრიპი გაახმოვანებს ლომს რა, ასლანს. წინას მოგონი, ან მე უნდა ვაღიარო ნარნია არ მაქვს ნანახი საერთოდ, არც ერთი ფილმი, მარტო შემთხვევით ტელევიზორში თუ მაქვს ნანახი, თორე ისე ასე სერიოზულად რომ ჩავუჯდე და ვიცოდე რამე, არა, ერთადერთი ის ვიცი, რომ კარადა პორტალია და всё, მეტი არაფერი არ ვიცი რა და ეს ახალი სიუჟეტი გრეტა გერვიგის, როგორც ხვდები, როგორც წერია, ესე იგი იქნება მწერალის ლუისის მე-6 წიგნების სერიის მე-6 ნაწილი. მე-6 ნაწილის ადაპტაცია რა. ფრანშიზა ხელახლა გაცოცხლდება დიდი ალბათობით და გრეტა გერვიგი იქნება ამის მთავარი წინამძღოლი ამ ფრანშიზის. და ვნახოთ რა იქნება, ძალიან დიდი იმედები მაქვს. ასე ვიტყოდი. კიდევ ესე იგი ახალი ჭორი ჯოკერი Stranger Things-იდან კაი ტიპი ითამაშებს ჰარი ოსბორნს სპაიდერმენის ახალ ფილმში. ვერ მოვშილდებით, რა თქმა უნდა, ჰარი ოსბორნს, ანუ შეუძლებელია ამ პერსონაჟს სპაიდერმენის სამყაროს აგება ჰარი ოსბორნი არ გამოიყენოს, საერთოდ შეუძლებელია, ამიტომ ვისაც მოსწყინდა ერთ და იგივე ვილანების და ერთ და იგივე ტიპების იქეთ-აქეთ კრუგზე ტრიალი, ბაზარი არა, მაგრამ ჰარი ოსბორნი მნიშვნელოვანი ქარაქტერია რა ამ სამყაროში და ძალიან საინტერესოა. ჯოკერიც ძალიან ჯოკერი, ან ჯოკერი კი არა, ჯოკერიც ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ შეხედეთ, ტიპის აქვს აი nice guy სტატუსი რა, ანუ ყველას ევასება, გარდა იმისა, რომ საყვარელი ტიპაჟია და კაი მსახიობია,
კიდევ შარშან ჰიტი ქონდა ჩაწერილი რა We are back to Chicago ეს ყველაფერი მაგისაა რა ვინც არიცოდით ეგება არიცოდით და ანუ კაი ტიპის სტატუსი აქვს და ჰარი ოსბორნი თავიდან როცა ტომ ჰოლანდის კი არა და პიტერ პარკერის ძმაკაცია და მაგარი ახლოს არიან ერთმანეთთან და ლამის ოჯახი ამის ძმებივით არიან მაგ დროს კაი ტიპია ჰარი ოსბორნი მაგრამ მე ხო რაღაცა ემართება და მე ხო ცუდი ტიპი ხდება და ეს ტაიპკასტი რომელიც გადატრიალდება მე რაღაც ანტი ტაიპკასტად ჯოკერის ამბავში რა რომ ყველას გვევასება და მე უცბად გადაიქცევა ტიპად რომელიც იქნება ცუდი ტიპი და ეგ ძალიან საინტერესო იქნება როგორ მოახერხებენ და ალბათ ამიტომაც აიყვანეს ჯოკერი იმიტომ რომ უფრო ჰაიპი იქნება რომ ტიპი რომელიც nice guy-ია უცბად დიდ ბლოკბასტერში იჩდება ცუდ ტიპად თან ცუდ ტიპად რომელიც მანამდე კაი ტიპი იყო ფილმშივე და იჩდება რაც თავარია სპაიდერმენის მტრად, ანუ ყველაზე კაი ტიპის მტრად, ძალიან მაგარია და ძალიან საინტერესოა და ძალიან მუღამი მაქვს რომ ეგ სიმართლე იყოს და უბრალოდ ჭორი არ იყოს. ახლა იმიტომ რომ ამდენი ახლა ყოლა ვილაპარაკე და ყოლა ვიფიქრე ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია. შემდეგ ნეონი, რომელიც ნადირობს სულ ფილმებზე კანის ფესტივალზე რამე ფილმს წარმატებული ასა ყველაფერს ხელში იგდებს და ყველაფერს აკეთებს იდეალურად. ეხა დაკავდა ჯაფარ პანახის ფილმის დისტრიბუციით It was just an accident ეგრე ქვია ფილმს ამან მოიგო ოქროს პალმის რტო წლევანდელ კანის ფესტივალზე. ჯაფარ პანახი ირანელი რეჟისორი რომელიც ციხეში იყო, გამოვიდა ირანში პრობლემები ჰქონდა შექმნილი გასაგები მიზეზების გამო. ცენზურას ებრძვის და მთლიებები და ირანში რა სიტუაციაა ამაზე ახლა არ მალაპარაკოთ, იმიტომ რომ მე კარგად არ ვიცი და არც მაქვს ლეგიტიმაცია მაგ თემას საუბრის, მაგრამ ირანში რაც ხდება, ყველამ ვიცით, короче. და ჯაფარ პანახი არის ერთ-ერთი ყველაზე ღია ტიპი, ერთ-ერთი ყველაზე ღია ეწინააღმდეგება ამ რეჟიმს. გადაიღო ეს ფილმი, აზია რო არ ამ ფილმის შესახებ რაღაც ისტორია ვიცი, რაღაც კრიმინალური დრამის მაგვარი ისტორია და გაიმარჯვა ოქროს პალმის რტოზე და ეხა გამოვა 15 ოქტომბერს. ჩვენთან თუ გამოვა არ ვიცი, ეგ ძალიან საინტერესო ამბავია, მაგრამ მე ახლა ეს ამბავი სულ სხვა რაღაცის გამოვთქვი. მინდა ვილაპარაკო ნეონზე. ნეონი არის თანამედროვე სტუდიებიდან, პროდაქშენებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდაქშენი. უბრალოდ რო გითხრათ, პარაზიტები, მე ვარ ტონია, ანორა, სიყვარულის სამკუთხედი, დაცემის ანატომია. ამ ხუთი ფილმის დისტრიბუციას და მარკეტინგს და შეფუთვაზე ზრუნავდა ნეონი. პარაზიტები, ხო იცით რა მხელა ფურორი გამოიწვია ოსკარზე. ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ ბონგ ჯონ ჰო მშვენი რეჟისორია და ფილმიც მშვენიერია. პირველ რიგში დამსახურება იმისაა, რომ ნეონმა უამრავი ფული ჩადო ამ მის მარკეტინგულ კამპანიაში და ფულთან ერთად ნიჭი ჩადო ამ კამპანიაში, უშუალოდ საოსკარე კამპანიაში და ამით მოიგო. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რო იცოდეთ და ეხა ანორა მაგალითად, რომელიც შარშან ცუდი წელი იყო კინოსთვის და ანორა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი იყო, ბაზარი არა. მაგრამ 5 ოსკარს არ იმსახურებდა. განსაკუთრებით არ იმსახურებდა სცენარში ოსკარს, რომელიც ყველაზე ცუდი აქვს მაგ ფილმს რა. და ისე ფილმი ნუ საყვარლობა ფილმია რა და ფილმი ხო დაждდა 4 მილიონი. მისი მარკეტინგი ნეონი იყო დაკავებული მის მარკეტინგით. დაждდა 15 მილიონი. მოკლედ 3-ჯერ მეტი ფული დახარჯეს მარტო მარკეტინგში, წარმოიდგინეთ. და ეგ მარკეტინგი რა იყო ახლა? ჩვენებები რაღაცა იქვა ჩვენოთ აქვა ძირითადად ამერიკაში ჩვენებებით, ამერიკაში და კანადაში ჩვენებებით არიან დაკავებული რა ნეონის პროდაქშენი. ოსკარზე ყველაფერი იქნეს, რომ აკადემიის წევრებს ეს ფილმი ენახათ, გაუგზავნეს პირადად პოსტერები, დისკები, სპეციალური რაღაც თემები რა, რაღაც საყვარლობა რაღაცები, რომ აი რო ნახულობ აკადემიის წევრი რო ხარ და რო ფიქრობ ის მისცე ხმა, შენ რო ნახავ რო ეს ტიპი შენზე ასე ზრუნავს, რომ ეს ფილმი ნახო, ეს ფილმი მოგეწონო, ამ ფილმს მისცე ხმა, შესაბამისად გიჩნდება უფრო მეტი სიმპათია რა. ეს მარკეტინგის ფორმა გამოიგონა თავის დროზე მირამაქსის სტუდიამ, რომელიც 90-იანებში აი პროსტა წალეკა ჰოლივუდ ოსკარი რა 90-იანებში და 2000-იანებში. აი ყველა ცნობილი მაგარი ფილმი ტარანტინოს Pulp Fiction-ი მაგალითად და ეხა არ მახსენდება უბრალოდ თავში არ მომდის მანდა მაინც მირამაქსის ფილმი, მაგრამ ნუ დაგუგლეთ რა. ეს იყო აი აგრესიული მარკეტინგის მათ მოიფიქრეს რა ეგ აგრესიული მარკეტინგი ეგ მირამაქსის სტუდიამ. იმიტომ რომ Shakespeare in Love არის ეგეთი ფილმი, რომელიც აი არ არის მაგარი ფილმი რა და დამარცხდა როგორც მახსოვს რომელიღაცა მაგარ ფილმთან ოსკარში რა, მაგრამ იმიტომ დამარცხდა რომ მირამაქსის იყო ეგ ფილმი Shakespeare in Love. და ესე იგი სპეციალურად ოსკარამდე აკადემიის წევრებისთვის აწყობდნენ არაფორმალურ შეხვედრებს ამ Shakespeare in Love-ის შემქმნელებთან რა.
და ეგ რა იყო ეგ შეხვედრები რა კეიფობდნენ უბრალოდ იყვნენ თავის პონჩი არაფერი ისეთი სერიოზული რა და ხო წერდა პრესა რომ არ შეიძლება და თავს აწონოს სპეციალურად ჩვება რომ მათი გული მოიგოს მაგრამ ნუ რანაირ დაუგზალა უბრალოდ ხვდებიან ერთმანეთს ანუ იმას ხო ვერ დაწერო უბრალოდ ერთად კეიფის არ შეუულია თუ ანუ ეგ ხო არ ნიშნავს იმას რაღაც ოფიციალურ შეხვედრას აწყობს სადაც ეუბნება რომ აი ჩემ ამ ფილმს მიეცით ხმა არა ეგეთი პონტი არ ეხო მაგრამ რა თქმა უნდა არაფორმალურ შეხვედრა ზუსტად მაგმიზნითა მაგრამ ვერ მოთხოვ პასუხს და ამათ გამოიგონეს ეგ აგრესიული მარკეტინგი და დიდი სტუდიები რომელსაც უფრო მეტი ფული ჰქონდათ პროდაქშენში უბრალოდ ვერაფერს ვერ აკეთებდნენ რა და მე Miramax სხვანაირად დაერხა იმიტომ რომ Miramax-ის თავარი იყო ჰარი ვაინშტაინი რომელსაც ნუ ცუდი კაცი აღმოჩნდა რომლის შესახებ ყველა მიცოდა რომ ცუდი კაცია მე აღმოჩნდა მე უკვე ყველა სპარტო მასაში გაიგო რომ ცუდი კაცია და ახლა ძალიან ცუდ დღეშია და Miramax ეგრე დაერხა და ნეონი ვნახოთ ახლა ნეონს ეგეთი აგრესიული მარკეტინგი არ აქვს საერთოდ ანუ უბრალოდ ეგეთი აგრესიული არ აქვს ანუ შეხვედრებს არ აწყობს მაგრამ მაინც ცდილობს რომ აკადემიის წევრებს ეგრე მოაწონონ თავი ანუ ამაზე მუშაობენ და ვნახოთ ეს ფილმი It Was Just an Accident რასიზმს კაცმა არ იცის ანუ მე ამას იმიტომ გავუსვი ხაზი რომ ნეონი დაკავდა ესე იგი რაღაცა იქნება შედეგი უეჭველი იმაზე რა ქვია ოსკარებზე რა ხო გადავინაცვლოთ შემდეგ ამბავზე დაიდო კადრი ფილმიდან ანომენა ეს ფილმი გადაიღო რონან დეი-ლუისმა ხოლო მთავარ როლს ასრულებს რონან დეი-ლუისის მამა 3 ოსკარის ლაურეატი დენიელ დეი-ლუისი აი მარტო ნეპოტიზმა თუ შეძლო ამ კაცის დაბრუნება პირველად სკორსეზემ შეძლო Gangs of New York და ანუ ტიპი 90-იანებში მოჰიკანების მერე თუ ამაში უკანასკნელი მოჰიკანის მერე წავიდა კინოდან წავიდა იტალიაში ფეხსაცვლების შემკეთებლად სამუშაოდ, ანუ საპოჟნიკი იყო ტიპი. სკორსეზე ჩავიდა იტალიაში, რომ დაკეროს, რომ Gangs of New York-ში მიიღოს მონაწილეობა და იმან კიო ბაზარი არა და წამოვიდა. მაგრამ მომენტ სკორსეზე შეიძლება ჩასულიყო და ამ ხელა რეჟისორი პროს ჩამოსულიყო უარით და всё. ანუ ხო წარმოგიდგენიათ ეგ სიტუაცია რა და ახლა უკვე შვილმა დააბრუნა. და თამაშობს ამ ანომენაში, რომელიც შემოდგომაზე ექნება პრემიერა. ნიუ-იორკის ფესტივალზე აჩვენებენ, ჩვენთან ალბათ არ იქნება, ჩვენთან უეჭველი არ იქნება, იმიტომ რომ არ არის დიდი პროდაქშენი და ჩვენთან ეგეთებს იშვიათად აჩვენებენ, მაგრამ გააჩნია ხარ როგორი მარკეტინგი ექნება მაგ ფილმს და ასევე თამაშობს ამ ფილმში შონ ბინი, რომელიც რაღაც სერიოზულში მე დიდი ხანი არ ვინახავს, ოღონდ მართლა. რო არ მოგატყუოთ ნედ სტარკის როლის მერე შონ ბინიას ცალკე კინოში, მე მგონი არ მყავს ნანახი, მაგრამ რო გადავხედე მის ბიოგრაფიას, უამრავ ფილმშია გადაღებული, მაგრამ ნუ რაღაც ბანძობებში ეტყობა, ან შეიძლება უბრალოდ მე გამორჩა კაც მარიც. მოგიყვებით ამ ფილმის სიუჟეტს. ჩრდილოეთ ინგლისში გადაღებული ანემონე იწყება მაშინ, როცა საშუალო ასაკის მამაკაცი, შონ ბინი, თავისი გარეუბნის სახლიდან ტყისკენ მიეშურება, სადაც იგი ხვდება თავის გარიყულ ძმას, დეი-ლუის. ძმები, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო დაკავშირებს საიდუმლო და რთული წარსული, ისინი იზიარებენ დაძაბულ, თუმცა ზოგჯერ ნაზ ურთიერთობას, რომელიც სამუდამოდ შეიცვალა დიდი ხნის წინ მომხდარი დამანგრეველი მოვლენების შედეგად. რომ გითხრათ, რომ დამაინტრიგებელი სინოფსისია მოგატყუებთ, უინტერესო არ არის და ვნახოთ რა იქნება მოკლედ. მე მეტი კომენტარი არ მაქვს და არც ვიცი რა კომენტარი გავაკეთო მეტი, ანუ ტრეილერიც არ დევს ჯერ. და просто ფოტო დაიდო და მომეც საშუალება რომ დეი-ლუისზე ვილაპარაკო და ასე ახლა ცალკე დეი-ლუისზე ვილაპარაკოთ. დავай ვიბაზროთ ჰა. მაგრამ ეზარებათ ამ. იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობს დეი-ლუისზე და ყველა მიცის, მაგრამ ჩემი საყვარელი როლი ბანალურად არის There Will Be Blood-ში. ძალიან მაგარია. 3 მაგაში აქვს მეორე ოსკარი, პირველი აქვს ჩემ მარცხენა ფეხში და მესამე აქვს ლინკოლნში. ასევე 3 ოსკარის ლაურეატი კაცებიდან არის ჯეკ ნიკოლსონი, მაგრამ ჯეკ ნიკოლსონს 2 ოსკარი აქვს თავარ მსახიობში და 1 აქვს საუკეთესო მეორე ხარისხოვან როლში, მაგრამ ჯეკ ნიკოლსონი არის ერთადერთი, რომელსაც 3 სხვადასხვა წლეულში აქვს, ესე იგი ოსკარი. ეს არის 70-იანები, ეს არის 80-იანები და 90-იანები. 70-იანებში ოსკარი აიღო ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინა. 80-იანებში აიღო Terms of Endearment, არის ეს ფილმი, ძალიან მაგარი, ჯეიმი ლი ბრუქსის და 90-იანებში აიღო თავარ როლში As Good As It Gets არის ფილმი, ასევე ჯეიმი ლი ბრუქსის. ძალიან კაი ფილმია ეგეც. გირჩევთ უყუროთ სამივე ფილმს. ნუ ახლა ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინა, გექნებათ რა ნახი. და ეგორი შეიძლება არ გქონდეთ და უყურეთ. ძალიან მაგრებია ორივე. შემდეგი ამბავი, ქლოე ჯაოს ახალი ფილმის ჰამნეტის კადრი დაიდო. სადაც ესე იგი არის ეს პედრო პასკალი კი არა და პოლ მესკალი და ჯესი ბაკლი, სახელი დამოვიწყდა, ამათი სცენა.
ჰამლეტი არის წიგნის ეკრანიზაცია, სადაც მოკლედ ეს არის ისტორია, ესე იგი შექსპირზე, უпростоრად უფრო მეტი აქცენტი იქნება მის ცოლზე, ჰეტუეიზე და ისტორია დაიწყება მაშინ, როცა მისი შვილი, შექსპირის ერთ-ერთი ვაჟი 11 წლის ასაკში დაავადების გამო დაიღუპება. გარდაიცვლება უпростоრად, როცა უბრალოდ კვდება ადამიანი რაღაც დაავადებით, დაიღუპა, არ ამბობენ, გარდაიცვალა, ან მოკვდა. მე როგორც ხო, ეგრეა. დაიღუპა არის, როცა ავტოკატასტროფაში რაღაც ეგეთი დაიღუპები. ხო, ეგ ამბავია, მოკლედ ეგ ისტორია იქნება მოყოლილი და ქლოე ჯაო, ვინც არიცით, არის ესე იგი კოვიდის დროს 2020-ში რო პიზდეც ხდებოდა და ფილმებს არ იღებდნენ, მაშინ გადაიღო ფრენსის მაკდორმანდთან ერთად ნომედლენდი. ამან აიღო ოსკარი, გახდა ეგ ქალი პოპულარული და მერე გადაიღო გენიალური ეტერნალსი, მეგობრებო, აი რავი, სუპერ გენიალური, იმდენად გენიალური, რომ პოსტკრედიტ სცენაში ახალი პერსონაჟი იჩნდება და ყველამ დაიკიდა ეგ პერსონაჟი ვაფშე, ანუ იბისმე არცად არ გამოჩენილა. ჩემი საყვარელი მომენტი მანდ არის დედამიწიდან რო ერთი დიდი ხელი ამოდის ასე და არაფერი რო დედამიწას რო არაფერი არ ემართება ვაფშე, არც მიწის რო არაფერი, პროსტო ხელი ასე ამოვიდა და ვითომც არაფერი. მე მგონი ეგრე იყო ეგ სცენა. მაგრამ ნუ მაგარი ფილმია, ანჯელინა ჯოლი თამაშობს, ის თამაშობს, კით ჰარინგტონი თამაშობს, ჯონ სნოუ და მერე იგიც თამაშობს სტარკი ერთ-ერთი. დაუვისწამაგის სახელი, ეგა მთავარ როლში, თუ არ მეშლება. მოკლედ, ქლოე ჯაო არტჰაუსში გადავიდა. ანუ მიხვდა რომ ტყულა შეეტენა იქ სადაც არაა მისი ადგილი და დაბრუნდა იქ სადაც ნამდვილად ნიჭიერია და ნომედლენდი არ არის უნიჭო ფილმი. ეგ არ არის ფილმი ყველა ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის, ცხადია, მაგრამ მაინც ნიჭი ეტყობა და ჰამლეტს ძალიან მაინტერესებს რას უზამს. შემდეგი ამბავი, რომელიც იდეაში დასაწყისში უნდა მეთქვა თქვენთვის, მაგრამ ბოლოში მიწერია და გეტყვით, რომ ჯეკ ბეღურა კარიბის ზღვის მეკობრეების ფრანშიზიდან ამ ფრანშიზის მარგალიტი ბრუნდება. მეექვსე ნაწილი, რომელიც გაუგებარია როდის გამოვა, იქნება ჯეკ ბეღურათი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ჯეკ ბროკჰაიმერი ამ პროდაქშენის კი არა და პროდიუსერი ამ ფილმის, ამ ფრანშიზის, ამ მაგან თქვა ინტერვიუში, რომ ესე იგიო ჩვენო ჯონი დეპი ფიქრობს, ესე იგი თუ მოეწონება სცენარიო, მაშინო დაგვთან ხდება, ხო, ძალიან ორიგინალური პასუხი გაქვს. ხო, თუ მოეწონება სცენარი, ცხადია დაგვთან ხდება და ამას დიდი ხანია ჩალიჩობენ. ემბერ ჰარდის და ჯონი დეპის ამბავი, რომ უკვე მოხდა და ჯონი დეპი რომ რაღაც რეპუტაცია რომ დაიბრუნა, ეგ იყო 2022-ში, ანუ მე უფრო დიდი ხნის წინ მეკონა, მაგრამ 2022-ში, ანუ იქიდან მოყოლებული ჩალიჩობენ ამას რა ვორნერები, ვისიც არის ეგ ფრანშიზა, ვისაც ეკუთვნის. და მოკლედ როგორც ჩანს, შემდეგი ნაწილი იქნება, იქ იქნება ჯეკ ბეღურა, იმიტომ რომ ჯეკ ბეღურის გარეშე მაგ ფილმის წარმოდგენა სრული აბსურდია. არ არსებობს ეგ ფრანშიზა ჯეკ ბეღურის გარეშე და ისე შვენიერი ფრანშიზა მე ძალიან მიყვარს, ბოლო ორი ნაწილი რო არ ჩავთვალოთ. შემდეგი ამბავი, იარაღები, რომელიც მე არ მიქებია და არ მიჯდებია წინა ვიდეოში, ხალხს ისე ძალიან მოეწონა, რომ პრიკველი უნდა გამოვიდეს მაგ ფილმის. ანუ ხალხო ეგ ფილმი თუ გაქვთ ნახე, იქ არის ერთი ქალი, რომელიც, ნუ არ დაგისპოილერებ თქაროს და მაგ ქალზე იქნება ეგ პრიკველი, ანუ პრიკველი არის როცა თავარი ამბების, ანუ ფილმის თავარი ამბების წარსული არის მოყოლილი, მანამდე რა ხდებოდა, ეგ ამბებია მოყოლილი. სიკველი არის როცა გაგრძელებაა მოყოლილი. და გამოდის პრიკველი. გამოდის რა, ანუ საუბრობენ რომ დავაი გადავიღოთ რა, ხანა მან გაამართლა, დავაი ზაგრეგერი რეჟისორი დავკეროთ და პრიკველი გადაიღოს. შეიძლება არ გადაიღოს, არ ვიცი, მაგრამ ნუ ამბავია ეგეთი და რაც წერია იმას გიყვები. ხო, მოკლედ იარაღების პრიკველს იღებენ, იქ არ იქნება არც ჯულია გარნერი, არც ჯოშ ბროლინი და რა ვიცი მაშინ. რა უნდა იყოს კაი, მან არ ვიცი, კაროჩე. და ერთადერთი ტრეილერი, რაზეც მინდა დღეს ვისაუბრო. დღეს ბევრი ვისაუბრე, ამბებზე მეტად უბრალოდ კინოზე ვისაუბრე ბევრი, რაც პრინციპში მოსულა, იმიტომ რომ ეგ პოდკასტი უფრო ეს ახლა პოდკასტის მაგვარი გადაცემა უფროა, ვიდრე უშუალოდ ახალ ამბებზე ორიენტირებული გადაცემა, იმიტომ რომ კინოში მაგდენი ახალი ამბავი არ ხდება რა და ეგრე საინტერესოდ ყოველდღე რაღაც საინტერესო იყოს და რამე ეგეთი იშვიათად ხდება და მეც მეთქი ბარემ რაღაცა ისეთებს ვილაპარაკებ, პროსტა რო საინტერესო იყოს და არა ისე რომ პროსტა ახალი ამბები და რამე. ხო ხვდებით რას გულისხმობ. ხო გენიალურად ჩამოვაყალიბე ახლა. მოკლედ, ტრეილერი. ფილმს ქვია Marty Supreme. იღებს A24, თავარ როლს თამაშობს ტიმოტი შალამე, მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს Gwyneth Paltrow და რეჟისორი არის ჯოშ საფტი. ჯოშ საფტი არის
ტიპი, რომელსაც გადაიღო Uncut Gems, ადამ სენდლერი რო თამაშობს. მასთან ერთად გადაიღო ეგ. მისმა ძმამ ახლა დამოუკიდებლად გადაიღო ფილმი Smashing Machine, რომელიც არის ესე იგი MMA-ის მებრძოლზე, რომელსაც ითამაშებს Dwayne Johnson-ი. ესე იგი, Josh Safdie's ფილმი Marty Supreme იქნება პინგ-პონგის მოთამაშეზე და მოგიყვებით სინოფსის. ChatGPT-ს ვათარგმნილი. 1950-იანი წლების პინგ-პონგის კულტურაში განვითარებული ორიგინალური ნამუშევარი მოგვითხრობს მარტი მაუზერის შალამე თამაშობს ამ პერსონაჟს ისტორიას ახალგაზრდა კაცისას, რომელსაც ოცნება აქვს, მაგრამ არავინ სცემს პატივს და რომელიც დიდების დასადევნად ჯოჯოხეთსაც კი გადის. რა ორიგინალური ამბავია, იმენა ძალიან ჩამთრევი და ძალიან ორიგინალური. მაგრამ ტრეილერი კარგი აქვს. და ხო იცით რომ ტრეილერს რეჟისორი არ აკეთებს, ან ტრეილერს ვაფშე სხვა სასტავი აკეთებს, მარკეტინგის ჯგუფი აკეთებს ტრეილერს, ამიტომ ტრეილერით არასდროს უნდა შეაფასო კინო. ტრეილერი არის მარტო იმიტომ რომ პროსტა შენი ყურადღება მიიზიდოს და უბრალოდ ილაპარაკოთ და წეროთ ამ კინოზე და ასე ვიდეოები ჩაწეროთ რა. მაგისთვისაც შექმნილი და არა იმის რომ თვითონ კინო შეაფასო. ხო, ეგ რაღაც თან ისეთი გათვითცნობიერებული აზრი ჩამოვაყალიბე ხა რომ აი ვერ ყვევი რა რაღაცებში, მაგცალ ისიც არა საქმე. მოკლედ, ხო მარტო იმიტომ თქვი ახლა ეს ამბავი რომ ტიმოტი შალამე თამაშობს მან და რავი საინტერესო ფილმი ჩანს ორივე რეჟისორი ჯოშ საფდიც და მისი ძმაც რომელიც სახელი აუმეორდა თავიდან და ეხავე ვნახავ ბენი საფდი ორივე იღებენ დამოუკიდებლად ფილმებს და ორივემ გადაიღო სპორტზე ფილმი ერთმა პინგ-პონგის მოთამაშეზე მეორემ MMA-ის მებრძოლზე პირველი გამოვა დეკემბერში მეორე გამოვა ოქტომბერში მე რო ახლა ჭკუა მქონდეს ცოტა ისეთი ვიტყოდი რომ ჯერ ოქტომბერში რომელიც გამოც იმ ფილმზე ვისაუბრებ და მე დეკემბერში მაგრამ რა ვქნა ეგრე გამოვიდა. მოკლედ, ეს იყო სულ დღევანდელი კინოამბები. მე ბევრს თავს არ მოგაწყენთ, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქოთ და თუ მოგეწონათ ვიდეო, დააკომენტაროთ. მაგრამ დაკომენტარება პრინციპში ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ. ისევე როგორც გამოწერა. იმიტომ რომ ეს ვიდეო თუ არ მოგეწონა, სხვა მოგეწონებათ. კაცმა არ იცის, ხო? მე დღეისთვის დაგემშვიდობებით, ასევე გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს კინომან მეგობრებს, გაუზიარეთ აუცილებლად და დღეს კომენტარებს განხილვა არ ყოფილა, იმიტომ რომ კომენტარებში რაც დამიწერეს კინოზე არ ყოფილა არც ერთი და მეთქი ნუ უბრალოდ ახ წავიკითხო, კომენტარები ცოტა ისეთია რა, უბრალოდ რას, ანუ თუ დაწერთ რაღაცას უშუალოდ კინოს ამბავში, შემდეგ ვიდეოში მაგას სიამოვნებით განვიხილავ, რაღაც კითხვები თუ გექნება, დიდი სიამოვნებით განვიხილავ და ისე ამ რუბრიკას აზრი არ აქვს რა. და პირდაპირ ეთერში თუ ვიქნებით, ეგ უკვე სხვა თემა იქნება რა. და პირდაპირ ეთერში როდის ვიქნებით, არ ვიცი. მაგის პირობას ვერ მოგცემთ. მოკლედ, თუ თქვენთან დღეა, მაშინ მშვიდობიან დღეს გვისურვებთ, თუ საღამოა, მაშინ მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და თუ დასაძინებლად ემზადებით, კბილძილს გისურვებთ. აბა კარგად ხალხო, შეხვედრამდე.